განმარტებით ქუთაისში შიცით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნა. სოლიდარობის აქცია მსვლელობა ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა. აქციის მონაწილეები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით სიყვარულის ბაღისკენ გაემართნენ, სადაც შიცით გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივსაცემოდ სოლიდარობის ნიშნად სანთლები დაანთეს და ფრანები გაუშვეს. სოლიდარობის აქციები ასევე გაიმართა თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში. 2017 წლის აპრილის მონაცემებით საქართველოში 6311 შემთხვევა რეგისტრირებული. აქედან შიცი 3507 პაციენტს განუვითარდა. აივ დაავადებულთა ადამიანების 53.8% ნარკოტიკების მომხმარებელია. დღეს არის შიცით გადაცვლილთა მსოფლიო დღე, მთელი მსოფლიო აღნიშნავს ამ დღეს. საქართველოს უერთდება ამ დიდ კამპანიას და ნარკოტიკის მომხმარებელთა საქართველოს ქსელი და ზიანის შემცირების ქსელის ორგანიზებით იმართება აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით. თბილისში, ბათუმში, ოზურგეთში და ასე შემდეგ. რაც შეეხება ქუთაისს, აქციას მართავთ დალში მომუშავე ორგანიზაციები, თანადგომა ახალი გზა რუბიკონი და ამ დღევანდელ დღეს და პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, ვინც შიცით დაიღუპნენ და ამავე დროს საზოგადოებას შევახსენოთ ამ დაავადების შესახებ, შევახსენოთ რომ ამ ადამიანებს ჭირდებათ მკურნალობა, გვერდითგომა და დღევანდელი დღე აგრეთვე სტიგმა დისკრიმინაციის წინააღმდეგ გამოხატვის სპეციალისტი. ჩვენ ვუერთდებით შიცით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს და ამ აქციის მიზანია ის, რომ გავავრცელოთ ინფორმაცია ამ დაავადებაზე, გამოვუცხადოთ სოლიდარობა იმათ, ვინც დაიღუპა ამ დაავადებით და ვინც ცხოვრობს აივ ინფექციით და გამოვთქვათ იმედს, რომ მედიცინა შეძლებს, რომ დაძლიოს ეს დაავადება და ჩვენ, რა თქმა უნდა, მომხრეები ვართ იმისი, რომ გაძლეული იქნას სტიგმა და დისკრიმინაცია, რითიც დღეს ეს ადამიანები, ვინც აივის მატარებელია, ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში. მე-12 საერთაშორისო ფესტივალის აღდგომიდან ამაღლებამდე ფარგლებში ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კონცერტი გაიმართა. ფესტივალი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრების